ეს ვიდეო გადაღებულია ქუთაისიდან თბილისის გზაზე. Აი ეს წვიმიანი დღე რომ არის ბათუმი ქუთაისის ვიდეო რო გვიდევს, იმის გაგრძელება არის რეალურად, ანუ ბათუმიდან მივიდოდით თბილისში, უბრალოდ ქუთაისში გადავწყვეტეთ შევლა და გაჩერება. თან ეს შემოდგომის პერიოდი ამ ქალაქისთვის ძალიან ლამაზია და მე რა მანქანიდან და მხოლოდ ერთი გაჩერების ადგილიდან მოიწყო დავათვალიერეთ. აი ესე გავუყევით გზას ქალაქიდან, სხვათა შორის ქუთაისში შესვლის მერე საკმაოდ დიდი დრო იკარგება ხოლმე და ჩემი იდეა არასდროს არ არის ხოლმე ქუთაისში გაჩერება, ყოველთვის მეჩქარება ხოლმე თბილისში ჩასვლა. მაგრამ ჩემს მეუღლეს უყვარს ქუთაისში გაჩერება, რატო არ ვიცი. ქუთაისთან რამე განსაკუთრებული კავშირები არ აქვს. მამით არის სამტრედიიდან, მაგრამ ქუთაისში არავინ არ ხავს, არასდროს არ უცხოვრია. რა ვიცი, იმერელი რო არის ალბათ ნახევრად. მაინც ეს იმერული სული მივის თუ რა ვიცი. მოკლედ ესე გამოვედით, ჩემი მეუღლე საჭესთან ცოტა გვანერვიულა, აქ სწრაფად წავიდა. არ იყო ეხა ისეთი გზა, რომ სწრაფად ელომი ხოლმოხოული იყო და თან წვიმიანი და რა ვიცი, ჩვენი საბურავი კი იყო შეცვლილი და ზამთრის, მაგრამ ყველა საბურავი ხომ არ ვიცით როგორია. მოკლედ მე ყოველთვის ვემხრობინელა სიარულს, შედარებით დასაშვების, სიჩქარით სიარულს, წესების დაცვას. თუ მაგვიანდება ხანდახან ვარღვევ, მაგრამ ცარიელ გზაზე უსაფრთხო ადგილას და ცოტათი, ძალიან ცოტათი. ესე იგი, გადავალთ მალე ავტობანზე. და ავტობანიდან, რა ვიცი, მე ნელ-ნელა ღამდება კიდეც ეს ძალიან ისეთი პერიოდი არის, შემოდგომის ხედები ლამაზი, მაგრამ აი ცოტა ადრე რო წამოსულიყავით, ჯობდა აქ სხვათა შორის მეგონა, რომ ეს ცა კარგად გამოჩნდებოდა, რაღაც მომენტში ალბათ გამოჩნდება, ეხლა ცოტა გამოჩნდა უკვე სანამზე ჩავა, ესეთი წვიმამაც რომ გადაიღო და ცოტა მზის სინათლე რომ არის და რაღაცნაირი კარგი ამინდი იყო და ლამაზი ხედები იყო. თან ზოგადად მეც იმერელი ვარ ორივე მხრიდან, ორივე მშობლის მხრიდან და მიყვარს მაინც ეს ადგილები. მე აქედან ავტობანიდან სულ მალე აი ეს ადგილი არის მე გავჩერდით სოკართან. მე გავაგრძელეთ, ესე იგი თერჯოლა რო აწერე ხოლმე. აი მაგ ტერიტორიაზე უკვე ზესტაფონის გვირაბში ვართ. აქ სხვათა შორის ზესტაფონში არის ქვედა საქარის გადასახვევი, საიდანაც არის დედაჩემი და მაგ ადგილთან მართლა ბევრი მოგონება მაქვს მე. რამდენი ზაფხული გამიტარებია მაგ სოფელში. აი ეს გვირაბები სხვათა შორის ძალიან კარგი გზა არის. ერთ ვიდეოში ვამბობ, რომ მიხარია თქო, რომ შეცვალეს ქობულეთი შემოვლიცე და შეზღუდეს სიჩქარე თქო, იმიტომ რომ აი ამ ადგილას ზესტაფონი ხარგაულის გზაზე სიჩქარის შეზღუდვა არის 80, ანუ 95-ზე მეტი თბერილი. არა და ორზოლიანი გზა არის და ცალმხრივი, ანუ მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს საპირისპირო მხრიდან, უცბად არავინ არ გამოჩნდება. არც იმდენი ხოლმოხოული არ არის. ამ გზაზე ჯერ არა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც უკვე აღმოსავლეთისკენ გადავინაცვლებთ, ახალი გავლილი გვაქვს რიკვეთის გვირაბი, გზაზე იყო რაღაცა დაგდებული. სავარაუდოდ ეს იყო ან ძაღლს დაეჯახა მანქანა, რაღაცა, აი იმდენად უკვე ეს ადგილი არის, ხო? აი იმდენად ბევრმა გადაუარა სავარაუდოდ, რომ უკვე ამოცნობაც გიჭირდა რა იყო. ხოდა რაღაც ჩვენ მანქანით, ანუ საბურავით არ გადაგვივლია, უბრალოდ ქვედა მხარეს ჟეშტი გაედო და მე რაღაცა ხმა ქონდა უკვე ბოლოსკენ ძალიან ჩამოიწია, რომ ვახლოვდებოდით თბილისს, მე გავჩერდით და გავასწორეთ, ან ჩემი მეუღლე შეძვრა და დანკრატით აწეულზე ის მოაწრო საერთოდ ის შეცდომეტი ჟეშტი იმდენად ჩამოწეული იყო, რომ უკვე დაბალ სიმაღლეზე ცედებოდა გზას და ხმაურობდა ძალიან. აი აქ უკვე კარგად ბნელა. ეს შეიძლება გორის გვირაბიც კი იყოს, ან ცოტა უფრო უკანა გვირაბი, იმიტომ რომ
ასე მალე გორში ჩასვლა მეეჭვება. პრინციპში ხო 5 წუთიდან უკვე მე-5 წუთზე ვარ და სულ 6 წუთიანი ვიდეოა. ალბათ არის ეს გორის კვირაბი. მე ძალიან ავაჩქარე, რადგან ღამე იყო და აზრი არ მქონდა ნელ ვიდეოს. თან ეს გზა არის მიშას დროს დაგებული. და აღარც ისე კარგი გზა არის უკვე. პრობლემები აქვს ბევრი. ხმაური აქვს, მე იმ ჩვენი ჩამოწეული ჟეშტით. ეს იყო ხმაური იყო საკმაოდ და ესე ვიარეთ და ჩამოვედი და ბოლოს აი აქ ვჩერდებით და სადაც ვასწორებთ მანქანას და მე მივიდივართ სახლში. აქ ჩანს გვიანი, თორე რა ვიცი 9 საათიც არ იყო ჩვენთვის ეგ დრო, ადრე იყო თბილისში ჩასასვლელად. ხანდახან 12 პირველ 2 საათზე ჩავდივართ. აბა კეთილ მგზავრობას, სადაც